ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორი ბრალდებას არ აღიარებს. პროცესზე პროკურატურა ფარცხალაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ადვოკატი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. პროკურორის ინფორმაციით საქმეში რუსეთში ორი მოქალაქის ჩვენება დევს, რომლებიც ფარცხალაძესა და მოკლულ ჯანგველაძეს შორის ბიზნეს დაავაზე საუბრობენ. ფარცხალაძის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, საქმეში ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს. ბრალდების მხარე ფარცხალაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას ედავება. დანაშაულის სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროცესს არ დასწრებია თავად ბრალდებული. პროკურატურის ინფორმაციით, ფარცხალაძემ საქართველოს 2025 წლის ივნისში დატოვა და არსებული ინფორმაციით ის რუსეთში იმყოფება. პროკურორის განცხადებით, ფარცხალაძეზე ძებნაჯერ ქვეყნის, შემდეგ კი საერთაშორისო მასშტაბით გამოცხადდება. ეს არის ლევან ჯანგველაძის ახლობლები, მათი მეგობრები, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ეს იყო მათი მოქალაქეობრივი ვალიც, რომ გამოცხადნენ საგამოძიებო ორგანოში და რა ინფორმაციასაც ფლობდნენ, მიაწოდენ გამოძიებას. აღნიშნული პირები ასევე დაკითხული არიან მოსამართლის წინაშე და მათ მოსამართლის წინაშე განაცხადეს ის ინფორმაცია, რასაც ფლობდნენ. ეს მოწმეები ადასტურებენ, რომ ლევან ჯანგველაძე მათ უყვებოდათ ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომ დაპირისპირება გააჩნდა, ამ შემთხვევაში ფარცხალაძეს მასთან და მათ შორის ასახელებენ მიქაძეებს, რომლებსაც დაპირისპირება ჰქონდა ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით და ლევან ჯანგველაძე ამ ფაქტით იყო ძალიან შიშობდა და გარკვეული უსაფრთხოების ნორმები ჰქონდა მიღებული. ის ფაქტობრივი გარემოებები ასევე კიდე მნიშვნელოვან გარემოებებს აფიქსირებენ, თუმცა ამ ეტაპზე მე ვერ დავასახელებ, ვინაიდან ისინი მათ შორის უნდა დაიკითხონ საქმის გარსებით ლახვრით. საქმის მასალებში მოწმეთა ჩვენებებით მხოლოდ დასტურდება რაღაცა კონფლიქტის არსებობა. ეს კონფლიქტი არსებობს თუ არა? ან არსებობდა თუ არა? ეს მეორე საკითხი. სწორედ ამას გეუბნებით, რომ ამ კონფლიქტი საერთოდ ბუნებაში არსებობს თუ არა, ესეც დასადგენია. მაგრამ ფარცხალაძე რასაუბრობს ბატონო გაგი? ამაშია საქმე, რომ პოზიცია ჩვენი არის ის, რომ ამ ადამიანებთან არანაირი სახის კონფლიქტი და ურთიერთობა დაძაბული არ ყოფილა და ამაზეა საქმე, რომ ჩვენ ეს ამბავი სასამართლომ, ბრალდების მხარემ საზოგადოებას გააცნო ისე, რომ ეს კონფლიქტი თურმე რეალურად არსებობდა.